გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, გურია აჭარის რეგიონში მძინვარებს სტიქია, კლიმატური კატასტროფა, ხალხი განსაცდელშია მიტოვებული. ჯერ კიდევ არ ვიცით მთებსა და ხეობებში, ჩაკარგულ სოფლებში რა მდგომარეობა, დაფიქსირდა ადამიანთა მსხვერპლი, მოშლილია ელექტროენერგიის, წყლის, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის რესურსები, ადამიანები განსაცდელში არიან და ამ ფონზე მთავრობის არც ერთი წევრი აი ამ წუთისთვის არ გამოჩენილა ხალხთან, რომლებსაც ჭირდება შველა. იქვე ცხოვრობს ამაოხრებელი საქართველოს თანამედროვე ორჯონიკიძე ივანიშვილი, იქვე აქვს ვერტფრენთა მთელი ესკადრილია და ალბათ სტაფილოს წვენის მიღების შემდეგ ზინავს 7 უშფოთველი ძილით, როგორც შევია მის უდიდებულესობას. აი ახლავე დაიძრას მთელი ეს არალეგიტიმური აცებლების მთავრობა გურიისაკენ. ყველა ეგრეთ წოდებული მინისტრი, ეგრეთ წოდებული პარლამენტის წევრები, მათ შორის მილიონერი გურულები, რომლებიც მაკუთხის სისხლით და ოფლით გახდნენ Forbes-ის რეიტინგში ყველაზე მდიდარი კატეგორიის ნომინანტები. ეს ფეხმძიმე ალუჩას აღმომჩენი ვითომ პოეტი თალაკვაძე, რაზი საძის, ეს დედალი კაროჟნა ილოსანის ქალი, ჩვენი ბიუჯეტი რო ყბებში მოიქცია ჩოგოვაძე, რომლებიც გურით არსებობენ მატერიალურად და პირადი სიკეთისათვის, დღეს ისინიც არ გამოჩენილენ იქ ადგილზე. გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა. ჩაერთოს სამაშველო ოპერაციებში შეერაღებული ძალები. რომ ხშირად გვესმის ტრაბახი, რამდენი ტრაქტორი, ექსკავატორი, ბენზინმზიდი და გადაუდებელი აუცილებლობის ტექნიკა შეისყიდა თურმე თავდაცვის სამინისტრო. სასწრაფოდ იქნას მიღებული ზომები, რომ ადამიანები გადავარჩინოთ და ის სპეცრაზმიც, რომელიც უკვე რამდენი წელია დაძდებს მშვიდობიან მომიტინგეებს რუსთაველის პროსპექტზე, ესვრის დათვის ტყვიებს და მთელი ქიმიური იარაღი დახარჯა მათ მოსაწამლად, კეთილი ინებონ, ეს ხარებაა თუ მარებაა და მთელი ეს დაკუნთული შემადგენლობა საკუთარ ხალხზე ნავარჯიშევი დაეშუროს გურის ტყეებში სტიქიასთან საბრძოლველად. ასევე ყურადღება მისაქცევია ბათუმი თავისთავად, სადაც აეროპორტი ჩამოინგრა რამდენიმე წუთის წინ, მაღალი ხარისხით ააშენეს ეთყობა და ძალიან დიდი ინტელექტი დაიხარჯა მონახაზების შედგენაში. ბათუმი მისახედია და აჭარის მაღალმთიანეთში სოფლები ჩაკარგულია ხეობებში და ასევე როგორც გურიაში, იქაც არ არის კონტაქტი, კომუნიკაცია, ინტერნეტი, მობილური კავშირგაბმულობა. აი, როდესაც ხელისუფლებას წოდებული დანაშაულებრივი ჯგუფი ორიენტირებულია საკუთარ ბედნიერებაზე და მაპატიეთ ფეხებზე ჰკიდიათ ხალხის ინტერესები, მათი კვნევსა და ვაება, აი ასე ხდება კლიმატური აფეთქებების დროს. და მინდა მოგახსენოთ, რომ რაიმე ახალი გურია აჭარის რეგიონში არ ხდება. ისტორიულად იქ ყოველთვის მუდიოდა დიდი თოვლი, ეს ცნობილია, დუმბაძის ნოდარის ნაწარმოებები გაიხსენეთ თუნდაც, მაგრამ ადგილობრივ სტრუქტურებს ჰქონდათ სამაშველო, ტექნიკური და ცოცხალი რესურსები იმისათვის, რომ არ მოხდარიყო გამოუსწორებელი. საწაიღეს ამდენი გრანტები, ამდენი ტენდერებში მოგებული თანხები, რატომ შეისყიდეს მთელი იაპონური ჯიპების პროდუქცია გამგეობებმა და მერიებმა და არ მიიღეს ზომები იმისათვის, რომ მუხლუხიანი ტრაქტორები ეყიდათ, რომელიც აი ესე დროს არის შეუცვლელი და
გაივლიდა მიაღწევდა ნებისმიერ სოფელში და გაკვალავდა გზას. არ არის ეხლა ეს დანაშაული და არ არის ამაზე საქმე აღსაძრავი და არ არის დასაჭერი ივანიშვილის თამადობით მთელი ეს რეჟიმი ადამიანთა განსაცდელში მიტოვებისათვის, თუნდაც ამ ეპიზოდში. და ეს ეხლა იმიტომ ხდება ყველაფერი, რომ შოვის ტრაგედია შერჩათ, როდესაც საკუთარი ცოლ-შვილი გამოიყვანეს რამდენიმე წუთით ადრე კატასტროფამდე, რაც ძალიან კარგად იცოდა რა მოხდებოდა. ადამიანები ჩამარხეს მიწაში, მთელი ოჯახები და მე პანაჩუიძეც არ მივიდნენ. უკანასკნელ გზაზეც არ გააცილეს. და შერჩათ ხახუით ეგას და ღამე მიატოვეს ხალხი დილით გათენდება და გავაგრძელებს სამუშაოებსო და დაიხრჩნენ ადამიანები ტალახში. აი ეს არის გზა ივანიშვილისა, გზა სისხლიანი, გზა ცრემლიანი, გზა ტრაგედიით გადავსებული. ერთხელ და სამუდამოდ 25 თებერვალთან ერთად, რომელიც ტრაგედიისა და ოკუპაციის დღეა, აი 25 თებერვლის გამგრძელებელი სერ გორჯონიკიძეები უნდა მოვიცილოთ. მე გავუმკლავდებით ტრებსაც, სტიქიურ უბედურებებსაც, კლიმატურ კატასტროფებსაც. მაგრამ დღეს სასწრაფოდ გაკეთდეს ეს, რაც მოგასცემთ. მთელი მთავრობა ადგილზე, შეწყვიტონ დასვენებები გუდაურში, ალპებში, ბაკურიანში, აბასთუმანში და იქით გოდერძის უღელტეხილზე, ფეშენ სასტუმროებში, ჩაბძანდენ, მიხედონ ხალხს, გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, ჩაერთოს სამაშველო ოპერაციებში შერეღებული ძალები სპეცტექნიკით, ვერტფრენთა ყველა ერთეული, რომელიც გააჩნია ბიუჯეტს და რომელიც პირად განკარგულებაში ხავს ბიძინა ივანიშვილის ჩვენგან მოპარული მილიონობით ნაყიდი, რომლებსაც ღამით ფრენის აპარატურაც გააჩნიათ. ესენი ყველა გადაერთოს ამ საქმიანობაში და დაუყოვნებლივ მოხდეს ხალხის გადარჩენა. პასუხისგებლობა არ აცდება. ამ დღევანდელი დღის დამრაშავეებსაც, რომლებიც თავიანთი ფეხებზე დაკიდებით ადამიანებისა, აგერ დამხელებს სხერპელი და უბედურება დაატრიალეს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევხედოთ სიმართლეს თვალებში და სიმართლე არის ერთადერთი რეჟიმის, ოლიგარქიული რეჟიმის ადგილი საქართველოში არ არის და დღევანდელი საყოველთაო გაფიცვაც ამის შესანიშნავი დასტური იქნება. მადლობთ.